შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმება პრაქტიკულად მზადაა და უახლოეს 24 საათში ხელმოწერილი იქნება. მაგრამ თეირანი ჯერ მოითხოვს 12 მილიარდი დოლარის ჩეკის გადაცემას და დონალდ ტრამპი ამაზე დათანხმდა. იტყობინებიან, რომ უკვე სამშაბათს დიდი შვიდეუნის სამიტის ფარგლებში ტრამპი ცალკე შეხვედრებს გამართავს კატარის, გაერთიანებული არაბეთის ემირატებისა და ეგვიპტის ლიდერებთან. რაც შეერთებულ შტატებსა და ირანს საბოლოოდ მისცემს შესაძლებლობას ხელი მოაწერონ ცეცხლის შეწყვეტის მემორანდუმს. და სწორედ აქ იმალება ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. უბრალოდ ასე არ ვახსენებ ტრამპის შეხვედრებს სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან, რომლებიც მომავალში გაიმართება. საქმე იმაშია, რომ ირანმა შეთანხმების გაფორმებისთვის პირობები წამოაყენა. ეს არის 12 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების განთავისუფლება შეთანხმების ხელმოწერამდე და კიდევ 12 მილიარდის განთავისუფლება ხელმოწერის დროს. და აი უცხებია, რომ კატარმა და გაერთიანებულმა არაბეთის ემირატებმა ირანს სწორედ ის 12 მილიარდი დოლარი შესთავაზეს, ოღონდ ომი დასრულდეს. უფრო მეტიც, როგორც აღმოჩნდა, ირანმა უკვე მიიღო პირველი ტრანში 3 მილიარდი დოლარი. ამ დროს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ხვალ 14 ივნისს გაიმართება. და აქ ჩნდება პირველი შეუსაბამობა. ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ლიბანის სამხრეთში ობიექტებზე 70 დარტყმა განხორციელდა. ამასობაში შეგახსენეთ, ირანი ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას აშშ-სთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მთავარ პირობად ასახელებს. მას გაფორდება თუ არა შეთანხმება და რას შეიცავს ის, მოდით ერთად განვიხილოთ. და მთავარი განვიხილოთ, რა დათმობებზე წავიდა დონალდ ტრამპი. ჩემი სახელი ალექსეი პეჩი, მოდით ერთად განვიხილოთ ეს თემა. მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი. გამოიწერეთ ეს არხი, მოიწონეთ ეს გამოშვება და დაწერეთ ნებისმიერი თქვენი ვრცელი კომენტარი ამ ვიდეოს ქვეშ. ასევე გამოიწერეთ ჩემი ტელეგრამ არხი Pechi News-ი, ბმული აღწერაში ამ ვიდეოს ქვეშ. მაშასე ირანსა და აშშ-ს შორის შეთანხმება 14 ივნისს გაფორმდება. ამაზე საუბრობს მთელი რიგი წყაროები, მაგრამ ტრამპისთვის ეს დიდი მარცხი იქნება, რომელსაც ის რა თქმა უნდა შეეცდება დიდი გამარჯვება წარმოაჩინოს. მოდით ყველაფერს თანმიმდევრულად მივყვეთ. დღეს Reuters-მა გავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმება უკვე 14 ივნისს ჟენევაში გაფორმდება. ვარაუდობენ, რომ დოკუმენტს ხელს მოაწერენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი JD Vance და ირანის პარლამენტის სპიკერი მოჰამად ბაგერ გალიბაფი. შეთანხმების დეტალები ჯერ კიდევ ბოლომდე გაურკვეველია, მაგრამ უმეტესობა წყაროებისა ამტკიცებს, რომ მემორანდუმის პროექტი ითვალისწინებს ირანის აქტივების გამბლოკას და ირანული ნავთობის სანქციების მოხსნას. ამის სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნა. რას ფიქრობთ ასეთ გარიგებაზე? გახსენებთ, რომ დონალდ ტრამპის ომამდე ჰორმუზის სრუტე საერთოდ არ იყო დახურული. უკვე მოგვიანებით პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა განაცხადა, რომ ისლამაბადში ემზადებიან საბოლოო სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის აშშ-სა და ირანს შორის, რომელიც სავარაუდოდ უახლოეს 24 საათში მოხდება. შარიფის თქმით, შეთანხმება ელექტრონულად გაფორმდება, რის შემდეგაც რამდენიმე რაუნდი ტექნიკური მოლაპარაკებები გაიმართება. შემდეგ მოვიყვან პაკისტანის პრემიერ-მინისტრის ციტატას. ჩვენ გვინდა მადლობა გადავხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას მოლაპარაკებების პროცესში მათი ურყევი ერთგულებისთვის და გულწრფელ მადლიერებას გამოვხატავთ ჩვენს რეგიონში მყოფ ძმებს მათი მხარდაჭერისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მყარ საფუძველს ჩაუყრის მდგრად მშვიდობას. საბოლოოდ 13 ივნისის საღამოს საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პრინცმა ფეისალ იბნ ფარხან ალ-საუდმა დაადასტურა, რომ დიახ, ნამდვილად. შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის ცერემონია ხვალ 14 ივნისს გაიმართება და მართლაც დიდი ალბათობით სწორედ იმ ელექტრონულ ფორმატში. და აი თავად დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელ Truth Social-ში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერა 14 ივნისს არის დაგეგმილი. მისი თქმით, შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე გაიხსნება. ტრამპმა განაცხადა, რომ ირანის გამდიდრებული ურანის მარაგები განადგურდება და აღნიშნა, რომ ეს შეიძლება ირანის ტერიტორიაზე მოხდეს. მისი თქმით, ახალი შეთანხმება, ციტატა, ირანისთვის ბირთვული იარაღისკენ მიმავალ გზაზე კედელი იქნება. მან ასევე დაართმუნა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობები, ციტატა, სრულიად განსხვავებული და ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე წინა ადმინისტრაციების დროს.
და რა თქმა უნდა მან იქვე ბარაკ ობამასაც შეეხო. პირდაპირ პირველივე სიტყვებიდან თქვა, რომ მისი შეთანხმება ცუდი იყო, ხოლო ჩემი საერთოდ შესანიშნავი იქნება. მან ასევე განაცხადა, რომ იმედოვნებს ირანთან და მთლიანად ახლო აღმოსავლეთთან თანამშრომლობას კიდევ მრავალი წლის განმავლობაში. უკვე მოგვიანებით გამოცემა Axios წერს, რომ დიახ მართლაც აშშ-სა და ირანს შორის შეთანხმების ხელმოწერის კლასიკური ცერემონია დიდი ალბათობით არ გაიმართება ლოგისტიკური სირთულეების გამო. დიდი ალბათობით ამერიკელებმა გადაწყვიტეს, რომ JD Vance ევროპაში არ გაეგზავნათ, რათა არ განმეორებულიყო ის, რაც აპრილში მოხდა. მაშინ ის გაფრინდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ ირანელებმა უარი თქვეს რაიმეს ხელმოწერაზე. საერთოდ ყველაფერი მიდის იქამდე, რომ ომის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გასაგრძელებლად 60 დღიანი ზავის დაწყების მემორანდუმს სწორედ 14 ივნისს მოაწერენ ხელს. თუ რა თქმა უნდა არაფერი შეიცვლება. თუმცა უკვე რაღაცები ხდება. მაგალითად ისრაელის თავდაცვის არმიის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ბოლო 24 საათში ლიბანის სამხრეთ ნაწილში 70-ზე მეტი დარტყმა დაიბომბა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დარტყმების სამიზნე იყო ჰიზბოლას ობიექტები, თუმცა აქ შეგახსენებთ, რომ ირანი ლიბანში სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას აშშ-თან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მთავარ პირობად ასახელებს. ასე რომ ნახოთ, როგორ მოახდენს რეაგირებას თეირანი. შეიძლება ამაზე დაბრუნებით თქვან, რომ არა, ხელს არ მოვაწერთ. მაგრამ ყველაზე სკანდალური ამ ჯერ კიდევ ხელმოუწერელ შეთანხმებაში ის არის, რომ ირანმა მოითხოვა დაუყოვნებლივ გადაეხადათ 12 მილიარდი დოლარი ირანის გაპინული აქტივებით. ფარსის სააგენტოს ინფორმაციით, მხოლოდ ამ გადახდის შემდეგ იქნება მზად ირანის მთავრობა გააგრძელოს დიალოგი მშვიდობის შეთანხმების შესახებ. მოგვიანებით ირანულმა სააგენტო TASNIM-მა განაცხადა, რომ აშშ-მა ირანთან შეთანხმების ფარგლებში დათანხმდა. გაკინული 24 მილიარდი დოლარის ირანული აქტივების განთავისუფლება. ამის შესახებ განაცხადა ირანის უმაღლესი ლიდერის მრჩეველმა გენერალმა მაჰსენ რიზაიმ. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაამტკიცა ირანის გატინული თანხების ნაწილის განთავისუფლება. თუმცა როგორც ამბობს რიზაი, ჯერჯერობით ტრამპი მზად არ არის ამის საჯაროდ განცხადებისთვის. ანუ თითქოს ტრამპი უბრალოდ ხალხის დასანახად თავს იჭერს, თითქოს ძალიან საშიშია. ამბობს, რომ ირანელებს საერთოდ არც ერთ ცენტს არ გადაუხდი. არ მივცემ არანაირ პულს. შეასრულონ ჩვენი ყველა პირობა. მხოლოდ ის, რასაც მე ვიტყვი, ასე იქნება. სინამდვილეში კი მან უკვე უკან დაიხია და დათანხმდა ირანელებისთვის საკმაოდ სოლიდური თანხის ჩეკის გადაცემაზე. ამასთან 12 ივნისის საღამოს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა უარყო ხმები ირანულ აქტივებზე სანქციების მოხსნის შესახებ. მისი თქმით, ირანის რესპუბლიკა არ მიიღებს არანაირ ნაღდ ფულს. არანაირი ფინანსური რესურსი არ იქნება გათავისუფლებული. უბრალოდ იმის გამო, რომ შეთანხმება გაფორმდა, ან ირანის წარმომადგენლები მონაწილეობენ მოლაპარაკებებში. და აი აქ ირკვევა, რომ დონალდ ტრამპის გუნდმა უბრალოდ გენიალური სვლა მოიფიქრა. როგორ გადაეცათ ფული ირანისთვის, რადგან მის გარეშე ის მოლაპარაკებებზე არ მიდის. და შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს აშშ-ს საერთოდ არ დათმობილ. ითხოვინებიან, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროები დათანხმდნენ ირანისთვის მილიარდობით დოლარის გამბლოკვას. სულ საუბარია დაახლოებით 10 მილიარდ დოლარზე. მათგან 3 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე გადაეცა ირანს. დიახ, თუ გამოგჩათ, ირანმა უკვე მიიღო პირველი ტრანში 3 მილიარდი დოლარის ოდენობით. სანამ დონალდ ტრამპი ყოლას არწმუნებდა, რომ ის არასდროს მოიქცეოდა ბარაკ ობამასავით და ირანს ნაღდი ფული დატვირთულ პალეტებს არ გადასცემდა. ამასთან რეიტერსის ორი სხვა წყარო საერთო თანხას 20 მილიარდ დოლარამდე აფასებს. გსურს აღნიშნო, რომ შეთანხმება მიღწეული იყო იმ პირობით, რომ ირანი შეწყვეტდა თავდასხმებს არაბთა გაერთიანებული საამიროების ტერიტორიაზე. კიდევ ერთხელ მოусმინოთ ამ ამბავს. ანუ ადრე სპარსეთის ყურის ქვეყნები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ისინი შეერთებული შტატების უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ იყვნენ და თუ რამე მოხდებოდა, ამერიკელები მათ დაიცავდნენ. შემდეგ მოხდა დონალდ ტრამპის ომი ირანის წინააღმდეგ. ირანმა დაიწყო გაერთიანებული არაბული ემირატების დაბომბვა. შტატებმა ისინი არ დაიცვეს. და ახლა ემირატები ირანს რეალურად ფულს სთავაზობენ იმისთვის, რომ ირანმა ისინი არ დაბომბოს. არ ვიცი, ეს საერთოდ ძნელად წარმოსადგენი იყო სულ რაღაც 3 წლის წინაც კი. და აი ერთ-ერთი ჩინოვნიკი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან კომენტარს აკეთებს სიტუაციაზე და აცხადებს, რომ ქვეყანა ისწრაფვის დაძაბულობის შემცირებისკენ და მხარს უჭერს რეგიონის სტაბილიზაციის მცდელობებს. შემდეგ მოხავს მისი ციტატა. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა მიმართულია დეესკალაციის ხელშეწყობისა და მთელი რეგიონის მასშტაბით დაძაბულობის შემცირებისკენ, ასევე მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისკენ. ასეთი შეთანხმება შეიძლება გახდეს უფრო ფართო მოგვარების პროცესის ნაწილი აშშ-სა და ირანს შორის.
ასევე ითვალისწინებდეს სარაკეტო და უპილოტო აპარატების თავდასხმების შეწყვეტას და ირანსა და ემირატებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გარკვეული ელემენტების ართგენას. ასევე აღნიშნულია, რომ ემირატებმა დათანხმდნენ ირანისთვის გადაეხადათ. ოღონდ ირანს ხორმუზის სრუტე გაეხსნა მათთვის, რომელიც კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ომამდე ისედაც ღია იყო. ამასთან ერთად კატარმა თითქოს ირანს 12 მილიარდი დოლარი შესთავაზა მოლაპარაკებების გამბლგვისთვის. ირანული საინფორმაციო სააგენტო მეჰრი იუცხება, რომ კატარმა ირანს 12 მილიარდი დოლარი შესთავაზა მოლაპარაკებებში ჩიხის დასაძლევად. გამოცემის ინფორმაციით 6 მილიარდი დოლარი კუვეითში დაბლოკილ ირანულ აქტივებს ეხება, ხოლო კიდევ 6 მილიარდი კუვეითმა ირანს ლოკალიზაციის სახით გამოუყო. შედეგად ირანს ჯერ არაფერი მოუწერია ხელი, ჯერ არც ერთი დონალდ ტრამპის წინასაომარი მოთხოვნა არ შეუსრულებია, მაგრამ ფულს ირანი უკვე იღებს. და დონალდ ტრამპი კვლავ ყველას არწმუნებს, რომ აი როგორი მაგარი გამარჯვება მოიპოვა ამ ომში. აუნიშნავ, რომ თუნდაც 14 ივნის შეთანხმება გაფორმდეს, ეს მხოლოდ წინასწარი გარიგება იქნება. ფაქტობრივი ვალდებულებების გარეშე ორივე მხრიდან. და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება რეალური მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რაც დონალდ ტრამპის მხრიდან ომის დაწყების მთავარი მიზეზი იყო. აქ რაულ წერტილს ვამ, თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ, გამოიწერეთ არხი და აწკაპუნეთ ზარზე და არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერა. თუ გსურთ ამ YouTube არხის მუშაობის მხარდაჭერა, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ ნებისმიერი დონატის საშუალებით. ამ ვიდეოს აღწერაში მოცემული ბულებითა და რეკვიზიტებით, ან თქვენს ეკრანებზე მოცემული QR კოდის საშუალებით. ამით დასრულდა, იზრუნეთ საკუთარ თავზე, ყველას მშვიდობით.